ტრაგედია ცხინვალში აივინფერციით ახალშობილი გარდაიცვალა, ჩვილის მამაკი დაპატიმრებულია. მეცხრე არხისთვის ცხინვალიდან ცნობილი გახდა, რომ დაპატიმრებული უნდა გაეთავისუფლებინა, თუმცა მის წინააღმდეგ არსებობდა რამდენიმე საჩივარი. კერძოდ, ამ საჩივრების მიხედვით მან განგებ დააინფიცირა რამდენიმე ქალი. გარდა ამისა, 7 თვის ჩვილის დაღუპვაში ბავშვის დედამ ჩვილის მამა დაადანაშაულა. სწორედ ეს გახდა პატიმრობის მიზეზი. ნახეთ გაზეთ რეზონანსის ჟურნალისტის მარი ოთარაშვილის რეპორტაჟი, რომელიც მან სპეციალურად მეცხრე არხისთვის მოამზადა. ეჭვი ნაწლავურ ინფექციაზე, დიაგნოზი კი იმუნოდეფიციტის ვირუსი, ანუ აივშიცი. ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანილი 7 თვის ბავშვის გარდაცვალების გამო ბავშვის მამა უკვე 2 თვეა ცხინვალის საპატიმროში ზის. რეალური დიაგნოზის გაგების შემდეგ ბავშვის დედამ შვილის გარდაცვალებაში მეუღლე დაადანაშაულა, რაც ქმრის პატიმრობის მიზეზი გახდა. უნდა გამოეშვათ, მაგრამ იყო საჩივრები იმის შესახებ, რომ მან სპეციალურად დაავადა რამდენიმე ქალბატონი, ამიტომაც გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი განმარტავს, რომ თუკი მამაკაცმა დაავადების შესახებ იცოდა, ეს შემთხვევა აუცილებლად დასჯადია. თუკი დადგენილია ის ფაქტი, რომ მამაკაცმა იცოდა ამის შესახებ, რომ მას აქვს ვენერიული დაავადება, იყო აღრიცხვაზე და მკურნალობდა, ამის შემდგომ უნდა მომხდარიყო მისი დაკავება, რადგან მან განზრახ გამიზნულად გადასდო შიცი თავის მეუღლეს და შედეგად არასრულწლოვან ბავშვს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყებამ შიცის 2 შემთხვევა ოფიციალურად უკვე დაადასტურა. ცხინვალი შიცის პანიკამ მოიცვა. მოსახლეობისთვის მე არ ვიტყოდი, რომ არის პანიკის საფუძველი. სტატისტიკური ალბათობა არის ასეთი, თუ დედამ არის ის დიაგნოზი და არ მკურნალობს, შემთხვევათა 33%-ში იბადებიან ინფიცირებული ბავშვები. მაგრამ თუ დედის დიაგნოზი დაისვა ორსულობის დროს და ჩატარდა პროფილაქტიკური ღონისძიებების ფართო პანელი, მაშინ ბავშვები 99%-ში იბადებიან ჯანმრთელად. დაკავებულის ერთ-ერთი ნათესავი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მეცხრე არხთან საუბარში აცხადებს, რომ ბავშვის დედას თბილისში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მეორე სტადიის შიცი დაუდგინდა. თუმცა ამის თაობაზე მედიასთან ღიად საუბრისგან გარკვეული მიზეზების გამო ჯერჯერობით თავს იკავებს. ეჭვმიტანილი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.